Paramount Pictures-ი წარმოგიდგენთ. Dino De Laurentiis-თან The Spelling ფილმსთან ერთად. Jonathan Mostow-ს ფილმი. Kurt Russell-ი ფილმში ავარია. Na bijuaro. Janda dainახე. Სხვირწინ გადმომიხდა. ერთი წამით მოვაშორე თვალი გზას. გერგი რა. იქნებ დროა ცოტა შევისვენოთ. როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა. ფილმი გახმოვანებულია ნახეჯის მიერ. კარგი მანქანა. გმადლობთ. Konditsioneri, CD playeri, tqavi. Საკმაოდ ძვირი დაგიჯდებოდა. დიახ, ასეცა. მაგრამ როგორც ჩანს, აქ თქვენი მანქანა უფრო გამოსადეგია. რადგან და ეგ ნაგავი, როცა ასეთი მაგარი მანქანა ყავს. აქ კაცი რადიოს ჭირდება. რა? რა თქმა უნდა, თუ სიბი რადიოს იყენებ. მეც სახელიც გჭირდება. ნეხვის გროვა. მითხარი, იცი რომ შენ გამოგინაღამ ყველანი დავიხოცეთ ბიჭუნი. ვერ დაგინახეთ, გასაგებია? მოულოდნელად წინ გადმომიხდი. ისევე როგორც მე, დავინახე რაც მოხდა. მოდი დავივიწყოთ, კარგი? ძალიან ძოხვა რომ ასე მოხდა. უსიამოვნებები ამ ჭირდება. ეჭვიც არ მეპარება.
გამარჯობა მე. მძღოლი მეტი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ. ეს რა იყო? არაფერი. იმ პიკაპის მძღოლი. გონია განზრახ ვეჯახებოდი. კარგი, წავიდეთ. მინდა მე დავждეთ საჭესთან. არა, მოგვიანებით. ჩაჯექი. გვერდები არავის გადავუსწრებ. უბრალოდ ჩაჯექი. ხუმრობ. ავტორბოლისთვის ემზადები? რა იყიდე? დღეს ტრაფიკების დღე გვაქვს. აბა ვნახოთ. სნობოლსი. იუჰუ. და მუმფაი. არ მჯერა რომ ამ რაღაცებს კიდევ უშვებენ. ხუმრობ? აქ ალბათ დელიკატესადაც კი ითვლება. რა სიგიჟეა? შეხედე რა წერია. თუ ამ გათამაშების გამარჯვებული გახდებით, შეგიძლიათ აერჩიოთ $90,000 ან 90,000 დონატი. ამდენ დონატს რა უნდა უყო? არ ვიცი. თითოს 30 ცენტად გავყიდდი და ამ მანქანის ფულს გადავიხდები. არ ხუმრობ. $90,000. რამდენ პრობლემას მოგვიგوارებდა? შეამოწმეთ ძრავა. რა ჯანდება? რა ქენი? არაფერი. მე მუხრუჭები. უსაფრთხოების ბალეში. ერთი წუთით საჯეს ვერ ვიმორჩილებ. გენიალურია. არიჯერს? სანახაობრივ მარშრუტს უნდა უმადლოდეთ. როგორც ჩანს, შუასადები დაიწვა. რა? ხო, ბარბაზასთანაა მიერთებული. ღმერთოჩი, მოკეტე. ჯანდაბა, წარმოგიდგენია? ასეთი ცუდი გადაწყვეტილება არასოდეს მიგვიღია. რას ამბობ? არა, მართლა. სამსახურებს ვიწვლით. ო. ხომ ასეა? ფინანსების მხრივ წასულია ჩვენი საქმე. ო. ახლა კი კაცმა არ იცის სად გავიჭედოთ. ასე რომ დიახ, ასეთი საშინელი გადაწყვეტილება არასოდეს მიგვიღია. გადააქედან ხელს მიშლე. კარგი ძვირფასო. წარმატებებს გისურვებ. მე კალიფორნიაში მივდივარ. რა პრობლემა? ოღონდ მუმფაი დამიტოვე. ჯებ. და დონატები. არა, მანქანა მოდის. ღმერთო, ოღონდ ეგდები არა. να πιτσουρεύε. Jeb. რა ჯანდება ხდება? რა საკეთებს? არ ვიცი. მაგრამ კარგს არაფერს უნდა აბერებდეს. Hey!
გამარჯობა. ხომ კარგად ხართ? დიახ, უბრალოდ მანქანა გაგვიფუჭდა. დავინახე. ზედან გადაყვანაში დაგეხმაროთ? დახმარებისთვის გმადლობთ. ძვირფასო, დაჯდები საჭირთან. კარგი, მოიცადე. მიდი. მასაჩუსეტსის ნომრებია. დასასვენებლად მიდიხართ? არა. საცხოვრებელს ვიწვლით. მართლა? შეიძლება გაგიწევიათ. სან-დიეგოში. შეიძლება ადგილობრივი ევაკუატურის გამოსაძახებლად თქვენი სიბირადიო გამოვიყენოთ? ნეტა შემეძლოს დახმარება, მისტერ. გადამეწვა შესაკეთებლად უახლოეს ავტოსადგურზე. მე-40 მაგისტრალზე უნდა მივიდე. შოსა დაახლოებით 96 კილომეტრი. ჩემთვის მოვდიოდი და გაჩერდა. ღვედები და აკუმულატორი წესრიგშია. ადრე საკმარისი იყო. ამ ნაწილისთვის გეკრა ხელი და იქოქებოდა. ახლა კი შიგნით იმდენი მოწყობილობა. ახალი მანქანა. შეიძლება მიზეზი სწორედ ეს იყოს. სწრაფად ატარებდით? ახალი მანქანები იოლად ხურდება. ხო, ვაღიარებ. ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ აი რას გეტყვით. შემიძლია სასადილო ბელემდე მიგიყვანოთ. აქედან 8 კილომეტრია. პასიანი ტელეფონი აქვთ. ევაკუატორს გამოიძახებ და მანქანას წაიყვანენ. რჩევისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ვფიქრობ ჯობია მანქანის გაგრილებას დაველოდოთ. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ. იმედია დაიქოქება. გმადლობთ. ძვირფასო. გონი მართალია, შეიძლება უბრალოდ გადახურდა. ხო, მაგრამ ასე რომ არ იყოს, აქ ხომ არ დავრჩებით. არა, მაგრამ ჩემი აზრით ცოტა უნდა მოვიცადოთ. გაგრილდეს. ამშვენდება. ასეთ მზეში დავიხრუკებით. დარწმუნებული ხარ, რომ არ უნდა გავყვეთ. არა, არ ვიცი. მანქანის დატოვებაც არ მინდა. კარგი. რა სიტყვი მე რომ წავიდე, ევაკუატორი გამოვიძახო და თან ცივი ყავა შევუკვეთო. მე კი აქ დავრჩი ამ მშვენიერ მანქანასთან ერთად. დიახ. კარგი. დარწმუნებული ხარ? კი, ძვირფასო, კი. უკაცრავად. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით რომ გამოყვეთ. რა თქმა უნდა არა, დაბრძანდით. თქვენ მეუღლეს ნამდვილად არ უნდა წამოსვლა. უკან ბევრი ადგილი გვაქვს. არა, გმადლობ. მანქანასთან დარჩება. ეს რა ჯანდაბაა? ევაკუატორი არა, ჩემი ფეხები. ბელის სასადილო. მოგაცრავად, აქ ჩემს მეუღლეს უნდა შევხვედროდე. მუქი ფერის თმა აქვს, დაახლოებით 1 და 67 სანტიმეტრია. ბენეტონის თეთრი ზედა აცვია. თეთრი რა? ბენეტონის ზედა. ჰენკ, რა იყო? შეგვეთა მიიღე. მისმინე ძალიან დაკავებული ვარ.
ხალხი მიდიმოდის. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში უნდა მოსულიყო, უკაცრავად. სატვირთოს მძღოლთან ერთად უნდა ყოფილიყო. სატვირთოს მძღოლთან? დიახ. დიდ 18 ბორბლიან სატვირთოს ატარებს. არ მოხსენდება. დარწმუნებული ხართ? წელს ეძებს მუქი ფერის თმა, რაღაც ბეტონიზე დააცვია. ბეისბოლის კეპიან მამაკაცთან ერთად და ვინმე ხომ არ დაგინახავთ. როგორც ჩანს, გაგექცა კოვბოი. იქნებ რომელიმე თანამშრომელს რაიმე შეტყობინება დაუტოვა. არ მგონია შესაძლებელი ყოფილიყო. ვერ ხედავთ აქ მარტო ვარ. ბელის სასადილო სადმე სხვაგანაც არის? ნამდვილად არა, სერ. Definitely not. უკაცრავად, სავარაუდოდ ერთმანეთს ავწდით. უახლოესი ქალაქი შორსაა? 34 კილომეტრში. შეგიძლიათ ერთი თხოვნა შემისრულოთ, თუ ჩემი ცოლი შემოივლის. ემი ჰქვია, გადაეცით რომ აქ ვიყავი და ფეხი არ მოიცვალოს. შეგიძლიათ გადასცეთ? კარგი. გმადლობთ. გააჩერეთ. გააჩერეთ. დაუჯერებელია. ღმერთო. ღმერთო. მეგობარო. რა ჯანდება საკეთებ? შენს გაჩერებას ვცდილობდი, ვერ დამინახე? კი, მერე? დაივიწყე. მისმენე, ჩემს ცოლს ვეძებ. რა? ჩემი ცოლი, სად არის? მე საიდან უნდა ვიცოდე თქვენი ცოლი სად არის? ის ტიპი ვარ, ჯიპი რომ გაუფუჭდა. ჩემი ცოლი გამოყვა. ბელის სასადილოსთან უნდა მიგიყვანა. წუხარ, გეშლებით. რას ნიშნავს წუხარ? ნახევარი საათის წინ შევხვდით, ერთმანეთს არ გახსოვს? არ ვიცი როგორ გითხრათ, მაგრამ ცხოვრებაში პირველად ხედავთ. რა ხდება? ემი. ემი, მან ხარ? მისმენეთ, მისტერ, არ ვიცი რა გნებავთ, მაგრამ ცოლის დაბრუნება მინდა. აი რა მინდა. რა ჩაიდინე? ოფიცერო, თქვენი დახმარება მჭირდება. რამე პრობლემაა? არ ვიცი. გონი ამ ტიპმა ჩემს ცოლს რაღაც დაუშავა. კარგი დამშვიდეთ, სერ. და მითხარით რა ხდება? არ ვიცი რა ჯანდება ხდება. ბოლოს ამ ტიპთან ერთად იყო. სატვირთო მანქანაში.
ოფიცერო, ახლა კი მეუბნება არასდროს მინახავსო. ოფიცერო, წარმოდგენა არ მაქვს რას ამბობს. ნუტყო ეშინა ბიჭვარო, კარგი, დამშვიდე. ახლა დაწვრილებით მითხარით, რა ხდება? კარგი. მანქანა გაგვიფუჭდა. ის გაჩერდა. დახმარება შემოგთავაზა. ჩემი ცოლი უახლოეს სასადილომდე უნდა წაიყვანა, მაგრამ ადგილზე არ დამხვდა. სერ, ამაზე რა სიტყვით? ოფიცერო, არც კი ვიცი. ჩემთვის მოვდიოდი. გზა გადამიჭრა და თავის ცოლზე დამიწყო ყვირელი. აბა რა, გეფიცებით, ცხოვრებაში პირველად ვხედავ. და მისი ცოლი არცად წაგიყვანიათ, არასე, ცრუობს. საერთოდ წინააღმდეგი არ ხართ, თქვენ სატვირთოს გავჩხრეკ. რა თქმა უნდა, მობრძანდით. ბარი მქვია, რედ ბარი. ყველა დოკუმენტი წესრიგშია, შეგიძლიათ ნახოთ. იქვეა. ჯერჯერობით საჭირო არ არის. ხას იქით დადექით. იცით მე მართვის მოწმობები და სარეგისტრაციო დოკუმენტები თუ შეიძლება. ვისი ჩემი? ეს თქვენია? დიახ. პირადი ნივთებია. დაათვალიერებთ? არა. ვფიქრობ საკმარისია. შეგიძლიათ წახვიდეთ. მოიცადეთ ერთი წუთით. სულ ესაა? არ დაკითხავთ? სერ, სატვირთო მანქანა გავშრიკე. საეჭვო სამხილები ვერ ვიპოვე. ბრძოლის კვალი არ ჩანს. რა? ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, იქნებ ჩემი მანქანა სხვის მანქანაში აგერიათ. ჯანდაბამდე გზა ქონია ნაბიჯვარო. ერთი წუთით. შეჩერდით. გინდათ დაგაპატიმროთ. ეს კაცი მართალია. ჩვეულებრივი სატვირთო მანქანაა. ბევრი სატვირთო ერთმანეთს გავს. შეიძლება აგერიათ კიდეც. ზდაეკ. Mr. Taylor. ვთხოვთ. ეს კაცი იყო. ზუსტად ეს სატვირთო იყო. გასაგებია. იმ სატვირთოს სალიცენზიო ნომერი იცით? რა? არა. გარზე რა ეწერა გახსოვთ? რამე გეცნობათ? ყურადღება არ მიმიქცევია. კარგით რა ოფიცერო. Mr. Taylor, დღეს თქვენ მეუღლესთან ხომ არ გიგამათიათ? ეგ საერთოდ რა შუაშია? ერთ-ერთი ვარაუდია. არსებობს შანსი, რომ მიგატოვათ. მე არ მჯერა. ჩემს ცოლს არ მიუტოვები ვარ. Mr. Taylor, ასეთი რამ არ ჯერ მინახავს. თუ ორ ადამიანს მანქანაში დიდხანს ჩასვამ, ყველაფერი ამით დამთავრდება. საყვარლები, ცოლ-ქმარი, გეი წყვილები, მინახავს როგორ დავებენ კაცები თავიანთ ქალებს შუაგზაზე და პირიქითაც. ოფიცერო სიამოვნებით დავრჩებოდი და დაგეხმარებოდით, მაგრამ გრძელი გზის გავლა მიწევს. მესმის, მიბრძანდით. გმადლობ თანამშრომლობისთვის. ეს სიგიჟეა. ოფიცერო, გთხოვთ, მისი მონაცემები მაქვს გასაგებია? თუ საჭირო გახდა, მისი მოძებნა არ გამიჭირდება. სერ? დიდად დავალებული ვარ. წყენა იქით იყოს და იმედი მაქვს თქვენს მეუღლეს იპოვით. გმადლობთ. Mr. Taylor, გამომყევით თუ შეიძლება. სერ, მჯერა რომ თქვენი მეუღლე დაიკარგა. შეიძლება სატვირთო მანქანა აგერიათ, შეიძლება არა.
თქვენს დახმარებას ვცდილობ. ქალაქი ბრეკეტი აქედან 50 კილომეტრშია. ჩემი თანაშემწე ლენ კარვერია. კარგი კაცი. საბუთების მომზადებაში დაგეხმარებათ, რომ თქვენს მეუღლეზე ძებნა გამოცხადდეს. შერიფო, დისპეჩერი ვარ. მისის გილბერტს ისევ ჩაიკეტა გარე, შეგიძლიათ დაეხმაროთ? 10-4 დისპეჩერო. უთხარით, რომ გზაში ვარ. გადავცემ. მისტერ ტეილორ. თქვენთვის ვეაჯობებს. ჩემი თანაშემწე ნახოთ. ბოლო დროინდელი ფოტოა? 2 თვის წინაა გადაღებული. ახლაც ასეთ ვარცხნილობას ატარებს? დიახ. ყველაფერს ვიღონებთ, მისტერ ტეილორ. იცით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 100,000 ადამიანი იკარგება. გაქცეულები, მამები, რომლებსაც ალიმენტების გადახდა არ სურთ, სოციუმისგან გარიყულები, ადამიანები, რომლებიც საგადასახო და სამსახურს ემალებიან. ყველა უგზო უკლოდ იკარგება. მსგავსი რამ ყველგან და ყოველთვის ხდება. არ ვამბობ, რომ თქვენი მეუღლეც ამ ჯგუფს მიეკუთვნება. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ. მაგრამ სანამ გამოსასყიდს არ მოითხოვენ ან ძალით გადაცების სამხილებს არ მოიპოვებენ, FBI 24 საათზე ადრე თქვენ საქმეს არც კი გადახედავს. თუმცა ჩვენ ფხიზლად ვიქნებით. მისტერ ტეილორ, იქნებ ბელეში დაბრუნდეთ. ხავა მიერთვით, თქვენს მეუღლეს დაელოდეთ. თუ რამე გაირკვევა, მაშინ დაგიკავშირდებით. რა სიტყვით? ო. ჩემი ცოლი ხომ არ მოსულა? არ მინახავს. არ მოსულა თუ არ გინახავს? მისმენეთ, უკვე გითხარით, შეიძლება იყო, შეიძლება არა. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ არ დამინახავს. რა ჩემი საქმეა, მისტერ, მაგრამ მე ქალების საპირფარეშოს შევამოწმებდი. ემი. ახლავე მოვალ შენთან, კოვბოი. ოთხი და 50, ჯიმი. შეგვეთის ბლანკები მაჩვენე. რა? სახელებს იწერ. მინდა ვნახო. გაგიჟდით? სულაც არ ვარ ვალდებული გაჩვენოთ. თუ ჩემი ცოლი აქ იყო, მისი სახელი იქ ეწერება. მატყუარას მიწოდებთ? მაჩვენებთ წეული ბლანკები. მისტერ, ხელში ამომივიდა. ოპერატორი გისმენთ? ოპერატორო,
შერიფის ოფისს დამაკავშირეთ. დამელოდე თუ შეიძლება. მიდი. მე ბილი მქვია. შენ ხარ ის ტიპი ცოლს რომ ეძებს? დიახ. საიდან იცი? ნახე? ნახე? ხო, თუ რამე იცი მითხარი. შეიძლება ვნახე. სად? როდის? სასადილოში, ცოტა ხნის წინ. სატვირთო მანქანით მოვიდა. ო, დიდი იყო. მერე? მერე? სხვა სატვირთოში გადაჯდა. ვისთან ერთად იყო? ვიღაც კაცებთან. გონიათ სულელი ვარ, მაგრამ ცდებიან. ერთ მშვენიერ დღეს მართვის მოწმობაც მექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ გინახავს, საით წაიყვანეს ჩემი ცოლი? ჩრდილოეთის მეშვიდე გზატკეცილი, მდინარესთან. მდინარესთან? სად? ასეთ რამეებს არ მეუბნებიან. ვინ არ გეუბნება? ბარმენი? სატვირთოს ხალხი? მეც ვეღარაფერს გეტყვი. მოიცადე, პოლიციაში უნდა წამოვყვე. თუ მოუყვები, რაც დაინახე, დახმარება შეძლებენ. ახლა შენ ხარ სულელი. რას გულისხმობ? ვერ ხვდები? პოლიციაცაა ამ საქმეში გარეული. მიდი ჩაერთე. ალო, სტივ. ჯეფრი ტეილორი ვარ, გახსოვარ? ო, ჯეფ, ერთი წუთი დამელოდე. ხო, ვარ გამითიშო. მომისმინე, შენი დახმარება მჭირდება. რა თქმა უნდა, გისმენ. შენს მეგობარს უნდა დაელაპარაკო FBI-ში რომ მუშაობს. ო, არა, ემის ეხება. ემის? ო, რაღაც შეემთხვა. გონი დაიკარგა. სავარაუდოდ, ჯეფ არ მისმის. ალო, ჯანდაბა. სტივ, ო, არა, შენ არ დამირეკო. არ გინდა, სტივ. სტივ. ფუშინი. ფრთხილად, გზა გადაკეტილია. რა? გადმოდი მანქანიდან, ახლავე. ჯანდება. წეულო ნაბიჯვარო. შენ ნაბიჯვარო. რა გინდა? ხელიდან გვისყდება.
რა ჯანდება ხდება? გაიქცა, მდინარით გაცურა. მოგყავს. ფრთხილად არ დაგორდეს. გასაგებია. აი რა ხდება, როცა ერთი მოგყავს და მეორეს ტოვებ. ნუ წუწუნებ. ამას ვორონს როგორ აუხსნით? ახსნა განმარტების მიცემას არ ვაპირებ. გამარჯობა. კარგად ხარ? მოკლედ, შენ მოცულმა თქვა, რომ საბანკო ანგარიშზე საკმაოდ დიდ თანხას ინახავ. მართალია? რა? ო, რაღაც მაქვს. რაღაც თანხა არ გვარა. მან თანხის რაოდენობა ზუსტად გითხრა. მინდა შენგანაც იგივე მოვისმინო. მოიცადეთ. არა, სხვადასხვა ანგარიშია, ბალანსის სრული ცვლება. მე არ იცვლება არა ჩემი ფეხები. შენსი არაა, რომ შენისთანა გამოსწირებული ფულზე და მოგებაზე გამუდმებით არ ფიქრობდეს. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. რას ფიქრობ, ერლ? ვფიქრობ, რომ გაგვაცურეს. სულაც არ არის წეული დონატების მეფე. იმ ძუკნამ საკუთარი ტყევის გადასარჩენად იწრუა. ნეხვის გროვა. ღმერთო, ახლა მოვუღებ ბოლოს. 90,000. 90,000 დოლარი. ტრაკი ესწია და გადმოეთრია. ძნელი და სამორჩილებელი ხარ, ჯეფრი. რა გინდა? საქმე ის არ არის, მე რა მინდა. მთავარი ის არის, რამდენად ძლიერია შენი სურვილი. რადგან მისი ასრულება ძვირი დაგიჯდება. ახლა ვერ გაჩვენებ, მაგრამ ის სიმაღლეში 1.67-ია, 52 კილოს იწონის. მიმზიდველი მკერდი და მშვენიერი დახვეული, ყავისფერით მაქვს. თავზეც და ქვემოთაც. დაინტერესდი? რისთვის? ეს რას ნიშნავს? რატომ ჩვენ? აქეთ მოიყვანეთ. ეს ქალაქი ბრეკეტია, ჯეფ. უმნიშვნელო ნეხვის გროვა, სადღაც გადაკარგულში. ქვემოთ ბანკს ხედავ? რამდენიმე წუთში იქ ჩახვალ და მენეჯერს ეტყვი, რომ ბოსტონის ბანკის ანგარიშიდან სასწრაფოდ გინდა 90,000 დოლარის გამოტანა, ნახდი ფულით. რა გარანტია მაქვს, რომ ცოცხალია? მოკეტე! მედი, ჯეფ. მინდა ყურადღება მოიკრიბო. ხედავ იმ შენობას თავზე დროშა რომ ადგას. კი, ეს შერიფის ოფისია. ამ ქალაქში ზუსტად 2 პოლიციელია. ერთ-ერთი ახლა ოფისია, მეორე კი გორებისკენ მიდის. 1 წუთის წინ ჩვენმა ბილიმ მე-40 მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ აცნობა. ხედავ? აი ისიც. მაგისტრალამდე მისვლას 20 წუთს მოანდომებს. 10 წუთს იმაში დარწმუნებას, რომ ავარია არ მომხდარა. კიდევ 20 წუთი უკან დასაბრუნებლად. ზუსტად ამდენი დრო გაქვს ფულის მოსატანად. ვიდრე სულელური აზრები მოგაწევება და დამხმარე ძალების მოხმობას მოინდომებ, გახსოვდეს, რომ თვალყურს გადავნებთ და რადიო მემღებებით გისმით. თუ რამე უცნაურს დავინახავ, უცხო მანქანას, თვითმფრინავს, ან საეჭვო გარეგნობის მქონე კაცს, რომელსაც პოლიციელი სუნი აუვა. შეგიძლია ფული შენთვის დაიტოვა, ჯეფ. მას კი დრო და დრო, ნაწილ-ნაწილ გამოგიგზავნე. ბილი. ქურთუკი მიაწოდე.
შეიცი ჯეფ ბანკში ესეთი დასაცმით ხომ ვერ შეხვალ ამის გაკეთება არ არის საჭირო ღმერთს გეფიცრები ფულს ისედაც მოგცემ გვირდები უბრალოდ ჩემი ცოლი გაუშვი გთხოვ 49 წუთი ჯეფ დრო გზას გაუდგე ბრეკეტის კომერციული ბანკი აი მართვის მოწმობა და საკრედიტო ბარათიც ესეც ჩემი ანგარიშის ნომერი ბოსტონის ბანკში რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს თავს კარგად გრძნობთ იმ ანგარიშზე მხოლოდ $5,000 მაქვს საკრედიტო ბარათით ამასად რამდენის გამოტანა შემიძლია უკაცრავად საკრედიტო ბარათს $6,000-იანი ლიმიტი აქვს შეგიძლიათ 6,000 მომცეთ არა უწუხო არა შემიძლია მათთვის ვინც ჩვენი მომხმარებელი არ არის დღიური ლიმიტი $500-ია სერ დარწმუნებული ხართ რომ კარგად ხართ და კარგად ვარ უბრალოდ ფული გადმორიცხეთ კარგი ახლა რაღაცას გეტყვი. მაგრამ არავის დაურეკო. გესმის? დეღ. რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ წერა განაგრძე, გთხოვ. გთხოვ, განაგრძე წერა. ალბათ ახლაც მაგვირდებიან. პოლიციელების რადიო მომღებები აქვთ და მთელ ქალაქს აკონტროლებენ. თუ აქედან ისე გავალ რომ უკაცრავად მენეჯერი თქვენ ხართ? დიახ, მე ვარ. ქალბატონმა მითხრა რომ მანქანის სეზღზე თქვენ უნდა გაგესაუბროთ. მართალია შეგიძლიათ აქ დაბრძანდეთ. დიახ. უბრალოდ დაივიწყე. მე ავტოავარიაში მემთხვა და უბრალოდ რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს. რამდენიმე წუთი. ანგარიშის ნომერთან დაკავშირებით გირეკავთ 982581003 ჯეფრი ტეილორი დიახ ანგარიშის დახურვა უნდა დიახ 4302 დიახ ჯანდაბა
ფილმი გახმოვანებულია ნახეჯის მიერ. მე ვარ. არც გაატრაკო. მეც ხედავ, რამდენი გაქვს? თლიანი თანხა 90,000. კარგია. ახლა მარცხნივ შეტრიალდი. თავარი გზისკენ წადი და პირველივე მანქანაში ჩაჯექი, რომელიც გაჩერდება. გასაგებია? ჩემს ცოლს როდის ვნახავ? საკმაოდ მალე, ჯეფ. უბრალოდ იარე. ფული აქ, სავარძელზე დააგდე. არა. ჯერ მითხარით, სად არის ჩემი ცოლი? ცდებინა ბიჭვარო, ჯერ ფულს მომცემ და დანარჩენს მერე გაიგებ. თუ გირჩევნია, რომ აქვე შუა გზაზე გესროლო. მიტრიალდი. მიდი. ხელების ზურგს უკან დაილაგე და მანქანას მოუახლოვდე. ახლა მანქანაში ჩაჯექი, მუხლებზე. აქ მოდი, ღმერთმა დასწრებას. ფული ხომ მოგეცით, ახლა გაუშვით. რა ჯანდაბა, დაეგდე. ხო, ყველაფერი რიგზეა და მოვდივარ. ო, გასაგებია. მგონი ყველაზე დიდი იდიოტი უნდა იყო. მგონია შემთხვევით აგარჩიეთ? გაბრიალებული ახალი მანქანა, მასაჩუსეტსის ნომრები. ერთი კვირა მაინც არავინ მოგიკითხავთ. მანქანაზე სტიკერი უნდა დაგეკრო წარწერით.
შარის მაძიებელი მდიდარი ნაბიჯვრები. ნეტავი ყოფილიყავი და შენი სახე დამენახა, როცა მანქანა გაგიფუჭდა. იქნებ ახლა მაინც ისწავლო ჭკუა და მაღაზიაში შესვლამდე კაპოტი ღია აღარ დატოვა. ეს რა ჯანდაბაა? აქ მხოლოდ დაწყევლელი $1 მათ ხო არა ნაბიჯვარო, ჯანდაბა. ჯანდაბა. მან დრას აკეთებ. სად არის? წადი შენი. არა, წადი შენი. მოგწონს? ამაზე რა სიტყვე? სად არის? არ ვიცი. არ იცი არა? გაჩერდე. რა? გინდა გავჩერდე? ნამდვილად გინდა რომ გავჩერდე? დარწმუნებული ვარ ამ პატარას კარგად უმუშავებს მუხრუჭები. ჯანდაბა. სად არის? ბილისთან ერთადა. სად? არ ვიცი. აქეთ იგი დადიან სისულელეა. მივდევ ფორდის შოუ პიკაპს F-150. შტატის პოლიციას დაუკავშირდით. ჩრდილოეთით მივდივარ. 31 გზატკეცილზე. დამხმარე ძალა მჭირდება. ფული სადმი გქონდა? ბენზინ გასამარცადგურზე. სად? ზუსტად მითხარი. ტექსაკონ თავარ გზატკეცილზე. შენა ბიჭვარო. ოფიცერო, უნდა დამეხმაროთ. ჩემი ძოლი გაიტაცეს. იარაღი დააგდე. არა, მოიცადეთ, აი გადავაგდე. ძირს დაწექი. ვიცი სად არის. ძირს დაწექი მეთქი. დროზე. კარგი, ძირს წევარ. მომისმინეთ. ამაში ისიც გარეულია. ის და სატვირთოს მძღოლიც. მათ მოიტაცეს ჩემი ძოლი. 4 არიან, ერთად მუშაობენ. ახლა მათ ყავთ. ტექსაკოს ბენზინ გასამარცადგურზე. დაბლა იყურე, მოკეტე. შენ მანდ პიკაპში. კარგად ხარ? უნდა დამიჯეროთ. რისთვის ვიქნებოდი ამ გადაკარგულში? დეახსერ, კარგად ვარ. გადმოსვლა შეგიძლიათ? დეახსერ, შემიძლია. გთხოვთ არ მესროლოთ. იქ ფულიც ავსე ჩანთაა. ღვთის წინაშე ვფიცავ. იქ ფული დევს. დაბლა იყურე, ხელები გაშალე. და მოკეტე. ის სატვირთო უნდა გავაჩეროთ. ღმერთმა დასწყევლოს მომისმინე, რას გეუბნები? მოკეტე მეთქი. ნეხვის გროვა. ცეცხლი გახსნა. ოფიცერი დაჭრილია. ეჭმიტანელი იდენტიფიცირებულია. შერიფო, შტატის პოლიციის დისპეჩერი ვარ. ვითარება მომახსენეთ. სასწრაფო დახმარება გამოუშვით. ესროლეს. ვინ ლაპარაკობს?
მოდიან. შერიფო, გამაგრდით, სასწრაფო დახმარების მანქანას გიგზავნით. ყველა დანაყოფს ოფიცერი დაჭრეს. ვიმეორებ ოფიცერი დაჭრეს. დასწყევას საათნახევრის წინ უნდა მოსულიყო. პოლიციის რადიო მიმღებით მოვისმინეთ, რომ პოლიციელი დაჭრეს. აქ ვეღარ გავჩერდები, საქმე გართულდა. აღარ სადარეგო, ქალი წამოიყვანე და ფარდულში შემხვდე. არ მადარდებს მთელი ღამე თუ უნდა მართო მანქანა.
მამა მოვიდა. მოგენატრე? დიკ, საწოლში დაბრუნდი. უორენ, მეგონა შემდეგ კვირაში ბრუნდებოდი. მაგრამ ადრე მოვრჩი და უკვე სახლში ვარ. მალე ჩვენთან ალი და ბილიც მოვლენ. დილის 6 საათია. სხვა დროს ვერ მოვლენ? რაღაც საქმე გვაქვს, გესმის? რამდენიმე საათი დაგჭირდება. არ გინდა საუზმე მოამზადო. დიკ, ხო, მამას ფარდულის გარს გავუღებ? კარგი. დიკი, გმადლობთ. ნახე რაღაც მაქვს შენთვის. მზად ხარ? გამომართო შვილო. შეხედე? მაგარია. მაგარია, ნამდვილი შვეიცარიული დანაა. კარგი ბიჭი ხარ. დიკ, შენ ხარ? ოდეს მე კიდევ თუ დავიჭერთ საქმეს მასაჩუსეტსელ წყვილთან ჭკუიდან შევიშლები. კარგი, ბევრი საქმე გვაქვს. ჯერის მითხარით, ერლი შეგეხმიანათ? საერთოდ არა, არც მე, ჯანდება. კარგი, სატვირთოები უნდა დავცალოთ. ვიშორებთ ყველაფერს, რაც ოდნავ მაინც არის მათთან კავშირში, ყველაფერს ბილი. გასაგებია? ეს არ მოხდებოდა ისირი თავის ცოლთან ერთად რომ აგვიყვანა. სატვირთოში ჩაჯდომა არ მოინდომა. ალბათ იარაღი უნდა ამეღო და შუა უდაბნოში დავდებნებოდი. წყეული იდიოტი. უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ისევე უნდა მოგოშორებინა თავიდან როგორც ის ოჰაიოელები მოვიშორეთ. მარტივად და სუფთად. იმ ტერიტორიას რამდენიმე თვე აღარ გავეკარებით. დიდი ამბავი. ალ. მოდი. Gheorghe საყვარელო, წავედით. მიდი გაინძარე. ადაკი. მოკვდა?
ალბათ გამონაბოლქვი მაგაგუდა. სუიციდი. ამაზე სუფთად როგორ უნდა გვემუშავა, არა? ის პლასტიკური ტომარა მოიტანეთ და მზის ამოსვლამდე უკანა მხარეს დავმარხოთ. მიდე გაინძარე. წამოდი. მიდე. ღმერთმა დასწავლოს. ღმერთმა დასწავლოს. შიშისგან კი ნაღამ მოვკვდე. მე მივხედავ რად. ახლავე თავს მოვაჭრე. Warren, შენ ხარ? ჯანდება, ჩემი ცოლია, დროზე, სადმე გადამალეთ. საყინულეში შეაგდეთ. Warren. ახლავე მოვალ არლინ. ღმერთო. ჯანდება. კარგი. ჭირვეული ვინმე არა? კარგია, ქალბატონო. ასე განაგრძე. კარგი, ნუ გამიძალიანდები. ღმერთმა დასწავლოს მორჩიც მოტონს. კარგი რა საყვარელ. ისეთ ცუდათაც არაა საქმე, როგორც ჩანს. 10 წუთში ჰაერი დაგიმთავრდება. ალბათ ვერც ვერაფერს იგრძნობ. მოდით ბიჭებო, მოდით. ღმერთო. აქაურობა იწვის. წავიდეთ, ჩამოთ. ჯანდაბა. აბა, გამარჯობა მისისი. როგორც იქნა? მოდი ხარ სასაუზმოდ. კარგა ხანია გეძახით. ობლინებზე ნამდვილად არ ვიტყოდი თუ არს. ბილი, სახლში რატომ არ შემოდიხარ? ოზმაო. მოკლედ 1000 კათა მიმყავს. ჯერ კიდევ წინა დღით დენვერში უნდა ჩემეყვანა. უცებ ერთი დიდი მამალი, რომელიც ალბათ 4-5 კილოს იწონიდა, საგზაო პატრულის თანამშრომელს უახლოვდება. უახლოვდება და გასაღები მომეცე. მისტერს ნუ მეძახი შენა ბიჭვარო. ჩემი ცოლი შენი ფარდულის ორმოშია ჩაკეტილი და თუ გასაღებს არ მომცემ თავს საგიფეთკებ. გესმის? Warren, რა ხდება? არ ვიცი საყვარელო, უბრალოდ დამშვიდდი. შენი ქმარი მკვლელი და გამტაცებელი, აი რა ხდება. ახლა კი მომეცი დაწყევლილი გასაღები. არ გაინძრეთ, მისტერ.
ამას ნუ იზამ ბავშვო. თოფი ძერს დადე. არ მოусმინო დეგ. მიზანში ყავდეს. მამა ჩემს თოფი ყოველთვის დატენილი აქვს. მაჩვენა როგორ უნდა დამეცვა დედა ვიდრე ის აქ არ იქნებოდა. დედა შენს არაფერს ვავნებ. ტყუის დეგ. მიდი შვილო. სასხლეც გამოჰკარე. არ მოусმინო შვილო. მიდი დეგ. არ მოусმინო ის წდება. ის გააკეთე რასაც გეუბნები. მიდი სასხლეც გამოჰკარე. ძირს დადე დეგ. და არაფერი მოხდება. მიდი. ჯანდაბა. არ გაინძრე. არავინ გაინძრეს. ეკიცადე ბიჭო. დედა შენთან მიდი. აკეთ მოიწიე. მოდი მეთქე. ჯანდაბა. კარგი. ყველანი ერთად გადით ამ გარიდან. ახლა ვენ გაინძერით. მიდით, გადით. წამოდი საყვარელო, გავიდეთ. მიბრუნდით, მიბრუნდით. გააღე. ჩადი და საყინულე გახსენე. უორენ, ეს რა არის? ჯაჭვი და კაჩი არლინ. გააღე. გირჩევნე აილოცო, რომ ცოცხალი იყოს. ემი. ჯეფ. შენი შეძელი საყვარელო, წამოდე. მომშორდი. მოდი საყვარელო, ამოდე. მოდი საყვარელო. ყველაფერი დამთავრდა. ნაბიჯვარო, დაბლა ჩადე. ყველანი დაბლა. ყველაფერი კარგადაა. ეს კარგად დაიმახსოვრე. რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენ ნაბიჯვარო. ჯეფ. მაპატე. მაპატე. მომისმინე. 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 საყვარელო მომისმინე. გარეთ კიდევ ერთია. გასაგებია? აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ. ჯანდაბა. ჯანდაბა. იმ მანქანამდე წამოსვლა შეძლებ? შეძლებ. წამოდე. კარგი, წამოდე. გვიშველეთ. დაგვეხმარეთ. ვილი, ვილი. გასაღები უნდა ვიპოვოთ. კარგი. გამარჯობა, მე ჯეფრი ტეილორი ვარ. მომისმინეთ, პოლიციის დახმარება მჭირდება. ვიღაც ჩემი და ჩემი ცოლის მოკლას ცდილობს. გესმით ჩემი? მისამართი არ ვიცი. ფერმაში ვარ. იქ მოდით. საიდანაც ეს ზარი შემოვიდა. ვიპოვე. რედი. წამოდე. 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 გასაღები მომეცი. ჯეფ.
მიდი. მიდი. მას ხედავ? ვერა. კარგად ხარ? ხო. ფრთხილად. ნაბიჯვარე. გინდა რომ მოგხვდეს. უკან. ღმერთო, ფრთხილად. გამაგრდე. ჭანდაბა. ჯეკ, ფრთხილად. გამაგრდე. ჭანდაბა. ნაბიჯვარე. გადაუხვია შენი დეგაც. ღმერთო. ჯეფ. ჭანდაბა. ტყვიები გათავდა. ჯეფ. არის. ღმერთო. არა, ჯეფრი. არა. ჯეფ. არა, ჯეფ. გადადი, ვერ გადმოვდივარ. გადადი. უნდა გადავიდეთ.
ჯეფ. არ გაინძრე. ჯეფ. არ გაინძრე. გამოგიყვან პატარა. ჯეფ. მოდი. მოდი. კარგი. ჩვენ ამას შევძლებთ. მოკაჩე. კარგია, მოკაჩე. მიდი. კარგად ხარ? ჯანდაბა. კარგი. ფილმი გახმოვანებულია ნახეჯის მიერ. ფილმს ახმოვანებდნენ ანი ზამბახიძე და ბაჩა ჩაჩიბაია.